მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავწყვიტე რომ შესავალი გავაკეთო დისპეჩინგის სამყაროში და სრულიად ნულიდან აგიხსნათ თუ რა ხდება დისპეჩერის გარშემო, ვინ რას აკეთებს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მერე შემეძლოს ნელ-ნელა რომ ისეთი ტერმინები შემოგაპაროთ, რომელიც წინა ვიდეოშიც უკვე რაღაც მხრივ გამოვიყენეთ და ნელ-ნელა შევეცდები რომ მაქსიმალურად აგიხსნათ როგორც მარტო მე, ასევე ჩემს კოლეგებთან ერთად, როცა მოვლენ ხოლმე ეს პოდკასტის სახით აუცილებლად ჩავწერთ ხოლმე მსგავს ვიდეოებსაც. თუმცა დღეს რო დავიწყოთ და ძალიან მარტივი პრეზენტაცია რო გაგიკეთოთ, რომ დავაკვირდეთ აი ესეთი, ნახეთ, მოგიმზადეთ ესეთი პრეზენტაცია, სადაც როგორც ხედავთ, არის 4 ადამიანი. სანამ გადავალ ამ 4 კონკრეტულ ადამიანზე, მინდა იცოდეთ, რომ ამერიკა არის ისეთი სისტემის გარშემო მოწყობილი, სადაც თითოეულ ადამიანს ავალია თითოეული ფუნქცია. იღებს თითოეულ პასუხისმგებლობას და ამის იქით არაფერს არ აკეთებს. ალბათ ეს გაგიგიათ ყველას ესე რო აკეთებენ ხოლმე და აქაც არაფერი არ არის განსხვავებული და მოდი რომ დავიწყოთ, ანუ ყველასთვის ცნობილი ალბათ ჩვენ ვისგანაც ვიგებთ ხოლმე საერთოდ ამ ბიზნესზე არიან ის ადამიანები, ვისაც უკვე აქვს კომპანია, ყავს გამოყვანილი მანქანა და უნდა რომ იმუშაოს. რას ნიშნავს ახლა ეს ტრაილერი რო ყავს გამოყვანილი და გინდა რომ იმუშაო და ფული გააკეთო. ანუ ადამიანი როდესაც ჩადის ამერიკაში, ჩვენ ქართული კუთხით რო შევხედოთ, როდესაც ჩადის ამერიკაში, მას სჭირდება კონკრეტული რაღაცა social security ნომერი, ან social security ნომრის გარეშეც შესაძლებელი არის რომ კომპანია გახსნა და რას ნიშნავს კომპანიის გახსნა. ჩვეულებრივ მიდიხარ კონკრეტულ დაწესებულებაში ან online website-ზე და ქმნი სატრანსპორტო კომპანიას. სატრანსპორტო კომპანიას აქვს თავისი რაღაც წესები, რის გარშემოც უნდა მუშაობდეს ნებისმიერი სატრანსპორტო კომპანია ამერიკაში, ხო? და აქედან გამომდინარე, მან ამ ადამიანმა, რომელსაც უკვე carriers ვეძახით, ნახეთ, carrier-ი, კომპანიის მფლობელი, owner-ი ან owner operator. ეს ადამიანი, როდესაც შექმნის სატრანსპორტო კომპანიას, მოაწესრიგებს ყველა საბუთებს და გამოიყვანს მანქანას, მას უნდა რომ ფულის კეთება დაიწყოს. ფულის კეთების გაკეთება რას ნიშნავს, რომ ანუ ესე იგი ამ მანქანით უნდა ჩაჯდეს ისეთ კომპანიაში, რომელიც მისცემს ტვირთებს, რომ ალოკაციიდან ბელოკაციაზე გადაიტანოს და ამაში ამ გაწეულ სერვისში აიღოს ანაზღაურება. Owner-ი პირდაპირ სიტყვა გეუბნებათ, რომ არის მფლობელი, კომპანიის მფლობელი. Owner operator-ი უკვე ნიშნავს, რომ დაუშვათ ამ ადამიანმა გამოიყვანა ეს ერთი მანქანა, თვითონვე დაჯდა ცხოვლად და მას დაერქვა owner operator-ი. ესეთი ტერმინოლოგიით შემოიფარგლებიან ხოლმე ამერიკელები, როდესაც ჩვენს ბიზნესს ეხებიან. კარგით, owner operator-ი გახდა და ესე იგი მას უნდა რომ ტვირთები აიღოს, რომ ალოკაციიდან ბელოკაციაზე წაიღოს ფულის გამოსამუშავებლად, ხო მარტივია. ოკეი. სანამ დისპეჩერზე მივუახლოვდე. ესე იგი, ეს ტვირთები რო უნდა ჩვენს carriers პირდაპირ კავშირში არის, სად? ტვირთთან, ხო? ეს ტვირთთან რომ მივდივართ, ტვირთს გვაძლევს shipper-ი. shipper-ი იგივე მომწოდებელი, მწარმოებელი, რავი, ნებისმიერი სახის კომპანია, რომელსაც სჭირდება, დაჟე შეიძლება shipper-ი მე ვიყო, რომ ვთხოვო მაგალითად, რომ თბილისიდან ბორჯომში მინდა რამე ტვირთის წაღება, ავეჯის გადაზიდვა მინდა, რა აზრი აქვს, მე ამისთვის უნდა დაურეკო სატრანსპორტო კომპანიას, შევუთანხმდე ფინანსებზე, შევუთანხმდე რა კატეგორიის და რა ზომის მანქანა მჭირდება, რა ხელა ავეჯი მაქვს, ხო, ასე შემდეგ ესე რომ გავანაწილო და დავიქირაო, გადავუხადო ფული. ანუ მეც shipper-ი გამოვდივარ, ანუ shipper-ი არის ის კომპანია, ადამიანი, რომელსაც აქვს ტვირთი გადასაზიდად. ძირითადად ამერიკა ვინაიდან დიდია ძალიან და მასშტაბებზე, სახმელთო მასშტაბებზე მარტივად გადიხარ ყველა შტატში, აქედან გამომდინარე ეს ტვირთები რეგულარულად აქვს კონკრეტულ კომპანიებს. მაგალითად ხის კომპანია, რომელსაც ხე უნდა რომ გადაიტანოს აქეთ-იქით ყოველდღე, მაგალითად საჭმელების პროდუქტია, რომელსაც უნდა რომ ხახვი გადაიტანოს აქეთ-იქით ყოველდღე. ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული რაოდენობა და კონკრეტულ რაოდენობის ტვირთებს გასცემენ ხოლმე, რომ carrier-ებმა წაიღონ და ამაში რა თქმა უნდა იხდიან სოლიდურ თანხებს.
ნუ, იხდიდნენ დღესობით ცოტა რთულად არის მარკეტი, მაგრამ ყველაფერი ჩემი აზრით წინ არის. ამაზე არ დაგასპოილერებთ, შემდეგ ვიდეოებში ნახავთ. ოკეი. შიპერმა ესე იგი ტვირთი რომ უნდა რომ გადაზიდოს ქერიერმა, ესე იგი უკავშირდება ბროკერს. როგორც მიხვდით უკვე. ბროკერი არის ის კომპანია, რომელიც რეალურად იყო თავიდან ერთი პირი, რომელიც მუშაობდა ჩვენს შიპერთან. შიპერთან რომ მუშაობდა ეს ადამიანი, იფიქრა ესეთი რაღაც, რომ რატომ უნდა მიხადოს ამან $1000 შესრულებულ სამსახურში, რათა მე შემიძლია წავიდე ჩემი კომპანია შევქმნა და ჩემს კომპანიასთან ერთად თითო ტვირთზე დავიტოვ $1000. ანუ ესე იგი ხრიკი იპოვა ბროკერმა, რომ მოდი მე იმენ საქმეს ვაკეთებ, უწესრიგებ საბუთებს, ვიღებ პასუხისმგებლობას, ვეძებ ქერიერს, კარგი ქერიერი უნდა მოვძებნო, კონტრაქტებს ვაფორმებ და ასე შემდეგ იმდენი რაღაცები მოიფიქრეს და მოდი ცალკე კომპანიად გავალთო და ჩამოყალიბდა ბროკერი. ნუ ეს თავიდან გეუბნებით. ბროსაბროკერო კომპანია აკეთებს ესეთ რაღაცას, ესე იგი უკავშირდება და პოულობს შიპერებს, ბროკერები ზიან და ეძებენ, რომ აბა ვის აქვს საუკეთესო ტვირთები და რაოდენობაში ბევრი, რომ რაც შეიძლება ბევრი ტვირთი გამოართვან, ნუ ფორმალურად გამორთმევას გულისხმობ, ხელით არ გამოართვან, ხო ხდებით. გამოართვან ტვირთი საბუთით, თავისი წვრილმანი დეტალებით და გეგმით, თუ როდის რამდენი ტვირთი ექნებათ და ამის შემდეგ მოითხოვონ თანხა, რომ მაგალითად ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელეს, კალიფორნიამდე აქვს ტვირთი დაუშვათ ამ შიპერს. და ეს ბროკერი, როდესაც თავაზობს თავის მომსახურებას, ასევე ეუბნება, რომ თუ გინდა რომ ჩვენ გადავიტანოთ კარგი ქერიერით და ყველაფერი 100%-ით დაცული იყოს და ასე შემდეგ, გირჩევ რომ ჩვენ გადაგვიხადო მაგალითად $5000. ეხლა ეს $5000 ამას ჩაბარდა თუ შეთანხმდნენ ესენი და $5000 უკვე საბროკეროსი არის. ანუ ამან ტვირთი რომ გადაიზიდოს, მაგ სერვისში ბროკერს უკვე გადაუხადა $5000. მერე ეს ბროკერი მოდის და შედის კონკრეტულ პლატფორმებზე, ძალიან ბევრი დასახელების პლატფორმა არსებობს, სადაც შეგიძლიათ რომ ეს ტვირთები ნახოთ, რომ საიდან სად მიდის, როგორ, რანაირად და ასე შემდეგ. მაგაზეც მომდევნო ვიდეოებში ვისაუბრებ. და ეს ბროკერი შემოდის დაგვიპოსტავს ესე საიტზე და გვეუბნება, რომ ნიუ-იორკიდან წასაღები არის ლოს-ანჯელესში, წონა არის დაუშვათ 5 ტონა, არის ამდენი ყუთი, უნდა დაიცვათ და შეფუთოთ აი ასე, დააბათ ასე, ზომა გვჭირდება ტრაილერის აი ამხელა და ესეთი დეტალებით, რაც შეიძლება მაქსიმალური დეტალებით, გვიპოსტავს loadboard-ზე. Loadboard-ზე ახლა ეს owner ოპერატორი თავისთავად შეუძლია რომ თვითონვე შევიდეს და მოძებნოს ეს ტვირთები, თუმცა იმისათვის რომ თუ owner ოპერატორია და მანქანაზეცვე თვითონ ზის, მაქსიმალური efficiency როგორ არის ეფექტურუნარიანობისთვის და რაც უფრო მეტი ფული რომ გააკეთო მაგ მიზნისთვის, იქირავებს dispatchers. Dispatcheri არის დამოუკიდებელი პირი, რომელიც ფიგურირებს როგორც ქერიერის მარჯვენა ხელი. ანუ ქერიერი, როდესაც გზაზე გადის და ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში ტვირთს რომ დაუმიზნებს ეს დისპეჩერი და აუღებს, აღება ნიშნავს მსგავს რაღაცას. მე ვურეკავ ბროკერს, ვეუბნები, ნახე შენი ტვირთი ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში რომ მიდის, მე ვაკმაყოფილებ ყველა შენს პირობას, მომეცი ეს ტვირთი. მომეცი ეს ტვირთი, წერან ვახსენეთ, რომ $5000 აიღო ამ ბროკერმა ამ ტვირთში, ხო? თუმცა ბროკერი, როდესაც მე დამიპოსტავს ამ ტვირთს, მე $5000 არ მომცემს, რამდენიც არ უნდა ვეხვეწო. ეს ბროკერი ყველანაირად შეეცდება, რომ მაქსიმალურად დიდი თანხა ჩაიდოს ჯიბეში. ანუ $5000 მაგივრად, კი არ მეტყვის, რომ $5000 ავიღეო მე ამ ტვირთში, არა. ის მეტყვის, რომ მოდი $4000 წაიღე ეს ტვირთი, რომ ერთი შესრულებული უბრალოდ დამაკავშირებელი ფუნქციისთვის მან $1000 დაიდოს ჯიბეში. ნუ, ესეთი რაღაცებიც ხდება ხო. ეს ბროკერი მოკლედ გვიპოსტავს ტვირთს, $4000 დაუშვათ. მე შევევაჭრე, მაგალითად რაღაცა და შევთანხმდით, რომ $4500 წავიღებ. დაუშვათ, შუაში შევხვდი სადღაც. $4500 მე როდესაც ავიღე ეს ტვირთი, ნიშნავს, რომ მე დისპეჩერმა გავაფორმე ბროკერთან ხელშეკრულება ქერიერის სახელით.
Carrier-ის სახელით გავაფორმე ხელშეკრულება და ტვირთიც, როდესაც მომცა, ნიშნავს, რომ გამომიგზავნა საბუთი, სადაც წერია ეს ტვირთის ყველა დეტალი და ზუსტი მისამართები. მე ყველაფერი გადავეცი მძღოლს, owner operators და ეს მძღოლი წავიდა ტვირთის ასაღებად კონკრეტულ მისამართეს, სადაც თავიდანვე shipper-ს ქონა დაბარებული. წავიდა, აიღო, ჩაიდო, წავიდა, დაადელივერა ნიშნავს, რომ მიიტანა დანიშნულების ადგილამდე და როგორც კი მიიტანა, ჩვენ ბროკერს უთხარით, რომ კი ყველაფერი კარგად ჩაიარა, ძალიან კარგად ჩავაბარეთ ტვირთი, აბა ეხლა ფული გადაგვიხადე. ფული რომ გადაგვიხადონ, ესეთი რაღაც ხდება. ბროკერები ყველა გეუბნებიან, რომ თანხის გადახდას დასჭირდება 30 დღე, 20 დღე, 40 დღეც კი შეიძლება დასჭირდეს თანხა, რომ გადმოგირიცხოს საბროკერო კომპანიამ Carrier-ს. ეს როგორც ვხვდები, არის ფინანსური ტრაფიკების დასარეგულირებლად, ფინანსური საცობების დასარეგულირებლად, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ shipper-ი, როდესაც კვირაში 100 ტვირთს აგზავნის და ბროკერს უხდის 100 ტვირთის თანხას, ესე ერთიანად ეს თანხები არ მიდის. ანუ რაღაცნაირი გათვლილი პერიოდების განმავლობაში ერიცხება ბროკერს თანხა და ბროკერსაც იგივე აქვს გამოყოფილი Carrier-ისთვის. ანუ როგორც მიხვდით, მარტივად რომ აღიქვათ ამ სამყაროში რაც ხდება, ძალიან ზედაპირულად მარტივად გეუბნებით მეგობრებო, ბევრად უფრო ჩახლართული არის ხოლმე ძირითად შემთხვევაში რაღაცები. თუმცა დისპეჩერი არის Carrier-ის სახელით მონაწილე მოთამაშე, ესე რომ ვთქვათ, Carrier-ის სახელით კონტაქტობთ ბროკერთან და უშვებთ shipper-თან. ეს 4 ადამიანი, როლი მონაწილეობს ჩვენს ბიზნესში. რაც როგორც ხვდებით, მე მგონი რომ რთული არ არის, როგორც ესე ზედაპირულად ჩანს. მოდი ახლა დამატებით რომ უბრალოდ შეგახედოთ თუ რა ხდება კიდევ ხა ეს ტრაქებზე და ტრაილერებზე რო გელაპარაკებით და მიხვდეთ დაახლოებით რაც არის. ესეთი კლასიფიკაცია მოვახდინოთ და აქედანვე იცოდეთ შემდეგ ვიდეოებს თუ უყურებთ, ძალიან მადლიერი დაგვრჩებით თუ ჩემს ვიდეოებს უყურებთ, თუ რა ხდება და რას ვლაპარაკობ ტერმინოლოგიით უკვე რომ დაახლოებით იცოდეთ. აი ამ ტრაქს როგორც ხედავთ, ახლა ნახეთ, აი მიწერია. ტრაქი, ტრაქტორი, bobtail და power only. ეს 4-ვე არის სახელი, დასახელება, ანუ სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებენ ხოლმე, დიდი განსხვავება არ არის. თუმცა ტრაქტორი ტრაქტორსაც ნიშნავს. ეს არ შეგვეშალოს. მაგრამ ტრაქტორითაც ესეც მოიხსენება. ეს არის ესე იგი მთავარი მომუშავე მანქანა, რომელსაც როგორც ხედავთ, აი ნახეთ განსხვავება რა არის. ჩვეულებრივი ესეთი ექსპორტბლიანი მანქანა, რომელსაც აქვს იმხელა სიმძლავრე, რომ ჩაიბას აი ამ ხელა ტრაილერები. ოკეი, როგორც ხედავთ, აი განსხვავება მინდა უბრალოდ განახოთ, უბრალოდ იცოდეთ, ამას ქვია slipper-ი. Slipper-ს თუ სადმე ვახსენებ ტერმინოლოგიაში, იცოდეთ, ნიშნავს საძინებელს. ანუ ამ დიდს როგორც ხვდებით, შიგნით აქვს საძინებელი. ხოლო ეს არის day cab, ანუ დღის კები, რომელსაც არ აქვს საძინებელი და მხოლოდ 1-2 ადამიანის დასაჯდომი ადგილი აქვს. იგივე ფუნქციები აქვს, როგორც მას, ასევე მას. არაფერი განსხვავებული, უბრალოდ ამას აქვს. არ აქვს საძილე, ამას აქვს საძილე ოთახი გამოყოფილი. შიგნითაც რო შეგახედოთ, აღარ შეგახედებთ შიგნით, მაგრამ საკმაოდ კომფორტულად მოწყობილი ესე ვთქვათ, ოთახი არის ამ ტრაქში და ძალიან მიყვარს ხოლმე ვუყურებ სხვადასხვა დრაივერებს, როგორ აქვთ მოწყობილი YouTube-ზე ხოლმე და ძალიან კარგად შეიძლება რაღაც მხრივ რომ მოიწყო, ტაფებიც და აქვთ ხოლმე სტეიკებსაც იწვავენ ხოლმე გზაზე, რაღაც მხრივ გონია რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვს დრაივერს, თუ ძალიან ესე ვალებში და ფულის გამომშვებაზე არ ხარ თლად. ოკეი. გვერდზე რო გადმოვიდეთ, ხედავთ მიწერია ტრაილერი და ტრაილერი ნიშნავს, აქედან აი ტრაილერით მოვიხსენებთ ხოლმე და გგონია წარმოსახვა გვაქვს, რომ ორივე ერთად უნდა იყოს. თუმცა ტრაილერი არის მისაბმელი, რომელიც ებმევა ტრაქს. ანუ ესე იგი ტრაქს უნდა ჩაუბა
კონკრეტული ტრაილერი, რომელიც არის განსხვავებული ყველა თავის ზომებში, წონის შესაძლებლობებში, კარებებში, ხის ზედაპირი, იატაკი და ასე შემდეგ. თუმცა რაც მთავარი რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის რომ ტრაილერებში რამდენიმე სახის ტრაილერი არსებობს და ყველაზე ხშირად გავრცელებული სახელი არის dry van. იგივე მშრალი ვენი. და ძირითადად აქ გადაზიდულ ტვირთებს ეძახიან მშრალ ტვირთებს. ამით არის ცნობილი დისპეჩინგის ერთ-ერთი განხრა მშრალი ტვირთები. Okay, და მეორე არის reefer. Reefer ნიშნავს მაცივრიან dry vans. ანუ აქ მშრალი ტვირთები კი არ გადადის, სველი შეგიძლია დაარქვა გაყინული პროდუქტები. ძირითადი კლასიფიკაცია ესე იგი აქვს, რომ აქ გადადის ნებისმიერი კატეგორიის ტვირთი, რომელსაც გადაწყვეტენ, რომ კარებიდან შედიონ და დადონ, ეს იქნება ყუთები, საჭმლები შეიძლება იყოს ნებისმიერი სათამაშოები, იარაღები, მანქანის ნაწილები და ასე შემდეგ. ხოლო reefer-ით ძირითადად როგორც ეგ ტვირთებით გადაიზიდება, იმიტომ რომ შეიძლება მაინც ეს reefer-ის ტვირთი ვერ მონახო. loadboard-ზე ესე კი არ არის, კი არ ყრია, რომ აბა მოდი ისე აირჩიევ, ან დასწრებაზეა რეალურად, იმხელა კონკურენცია არის. და ანუ reefer-ის ტვირთი შეიძლება რომ ვერ აიღოთ, უბრალოდ reefer-ის ტვირთი შეიძლება იყოს გაყინული თევზი, სასმელები, რავი, ნებისმიერი მსგავსი პროდუქტი, მოკლედ რომ გითხრათ. როგორც ხედავთ, განსხვავება ეს კარების მხარეს არ არის, ეს უკან უყენია, ჩათვალეთ, აი აქ უყენია, აი ეს არის მაცივარი, რომელიც მოითხოვს 24/7-ზე იყოს ჩართული. ანუ მანქანას ვერ ჩააქრობ, როდესაც reefer-ის ტვირთებს გადაზიდ. აქ არის უკვე მოცემული თვითონ ტრაქზე ჩაბმული ტრაილერი, რომელიც ამერიკული საზომი ერთეულით არის 53 ფიტი, ანუ ჩვენი სანტიმეტრების და მეტრების ენაზე 16.15 მეტრი დაახლოებით. საკმაოდ გრძელია, საკმაოდ დიდ წონის ტვირთებსაც იდებს. როგორც ხედავთ, აგერ აქ გამოსახული რამდენიმე სურათი, თუ როგორ იტვირთება კონკრეტული რაღაც შეფუთვებით, ეს ჩვენი dry van-ი forklift-ით. ამას ქვია forklift-ი და ესე თითო პალეტ დებენ, აი ესე ტვირთავენ ხოლმე ჩვენს dry van-ებს და reefer-ებს. ხოლო აი აქ რასაც ხედავთ, dock, რავი, ალბათ ბევრი რომ იცით, რომ ეს არის მისა დგომი რაღაცა ნავებისთვის dock-ი შეგიძლიათ ესე მოიხსენიოთ, თუმცა ჩვენთანაც dock-ი არის კონკრეტული კარები, სადაც როდესაც მაგალითად ტვირთის ასაღებად მივა ჩვენი დრაივერი, რომ აიღოს შიპერთან, შიპერი ეტყვის, რომ მიაყენე კარებ ნომერ 64-თან, dock ნომერ 64-თან, ჩააყენებენ ხოლმე და იქიდან უკვე ტვირთავენ კონკრეტული ტვირთით, რაც უნდა წამოიღოს ჩვენმა carrier-მა. Okay, მოდი გადავიდეთ და შევხედოთ ახლა flatbed-ის ტრაილერებს. Flatbed-ი და step-deck-ი ასევე კიდევ არის მათთან კანესტოგა, lowboy და ასე შემდეგ. ამას საშინაო დავალებად მოგცემთ და თქვენ თვითონ ვენახეთ, როგორი ტრაილერები არსებობს კიდევ ღია სახის. და როგორც ხედავთ, flatbed, ანუ სწორი ლოგინი, ნიშნავს, რომ აი ასეთი სრულიად სწორი ღია კარებების და კედლების გარეშე ტრაილერი, რომელიც შეიძლება რომ ჩაიბას ისევ ტრაქმა. ხოლო მარჯვენა სურათზე ხედავთ step decks, ანუ step deck. მაგას ზემოთ არის მოცემული ეს რაღაცა კიდე ცალკე შემოსადები. განსხვავება მათ შორის დიდი არ არის, თუმცა კონკრეტულ ტვირთებზე განსხვავებას იძლევა ხოლმე. მაგალითად, აი ეს ტვირთი შეიძლება რომ step deck-მაც წაიღოს და flatbed-მაც. თუმცა აი ეს ტვირთი მაგალითად მარტო step deck-მა უნდა წაიღოს, ვინაიდან ბორბლებზე როდესაც დგას ეს დიდი ტექნიკა, უმჯობესია რომ კონდეს რაღაცა კიდე, სადაც დაუშვათ ბარიკადა იქნება ერთგვარი, რომ არ წავიდეს წინ და უკან ძალიან ბევრი არ იმოძრაოს. ასევე როგორც ხედავთ, აგერ აქ ტვირთზე მაგალითად ნებისმიერი ეს რკინის სახის ბორბლები იქნება თუ რაც არ უნდა იყოს ტვირთი, როდესაც flatbed-ზე დაბმას გადაწყვეტს და აქ ძირითადად განსხვავება არის ის, რომ როდესაც მაგალითად dry van-ში უნდა დაიტვირთოს მძღოლი,
დოქტორზე მიაყენებს და მანქანიდან არც გადადის, ისე ტვირთავენ და ისე კეტავს გარებს მძღოლი. ხოლო flatbed-ის შემთხვევაში ეს საქმე, როდესაც ტვირთი დაიდება და შეფუთვა, როგორც ვთქვათ, ეს ტრაპი, იგივე კამარი, რომელიც არის გადაბმული ამ ტვირთზე, არის შესრულებული სრულიად მძღოლის მიერ. აქ კიდევ შემოდის ძალიან ბევრი equipment-ი, ძალიან ბევრი ხელსაწყო, რომელიც უნდა გამოიყენო flatbed-ზე და step-deck-ზე ტვირთის დასაბმელად. მაგალითად, ეს ტვირთები შეიძლება არის დაბმული ჯაჭვით, დიდი ალბათობით და შეიძლება კონკრეტულმა ტვირთმა მოითხოვოს, მაგალითად, შეიძლება იყოს ხახვი გადასაზიდი და ხახვი, რომელიც არის შეფუთვაში, შეიძლება მოითხოვოს, რომ გადააკრა ბრეზენტი. და ბრეზენტის გადაკრაზეც, რა თქმა უნდა, მძღოლი წვალობს. ქარში და წვიმაში, ყველა ამინჩი კამრის გარდა რომ დააბა, როგორც ვთქვათ, ზემოდან იბმევა ჩვენთან უკვე flatbed-ზე, ასევე შეიძლება მოითხოვონ, რომ გადააფარო ბრეზენტი, რომ არ დაზიანდეს ქვიშით, გარიშხალით, წვიმით და ასე შემდეგ, გადასაზიდი ტვირთი. ესეთი გაბარიტული ტვირთები გადის ხოლმე flatbed-ზე, დანარჩენი თქვენ თვითონ შეგიძლიათ მოიძიოთ როგორც lowboy-ზე, კანესტოგაზე და ასე შემდეგ flatbed-ის განსხვავებულ ტრაილერებს. ზომა ბევრნაირი არის 40 ფიტიანიც, 45-იანიც, 48-იანიც, 53-იანიც, უფრო პატარების და ასე შემდეგ. შემდეგი კატეგორია, რომელსაც მინდა შევეხო, არის box truck-ი. box truck-ი, როგორც ხედავთ, იგივე დრაივენია, უბრალოდ ზომებში არის განსხვავებული ოდნავ. ჩათვალეთ, რომ ნახევარი დრაივენი არის ჩვენი box truck-ი და ერთ-ერთი განსხვავება რაც აქვს, არის რომ თვითონ ტრაკი და ტრაილერი არის ჩაბმული ერთმანეთზე, ანუ ამას ვერ ჩახსნი, ახალ ტრაილერს ვერ ჩაიბავ. სულ როდესაც, ანუ ეს ტრაილერი როდესაც იყიდე, ეს ტრაკი როდესაც იყიდე, ეს ტრაილერი სულ გექნება ჩაბმული. ეს არის 26 ფიტიანი მაქსიმალური ზომა box truck-ის, არის 24 ფიტიანები, 22 ფიტიანები და ასე შემდეგ პატარა ზომებში გადის კიდევ ეს ყუთები, სადაც კონკრეტული რაოდენობა ტვირთები იდება და როგორც ხვდებით, დრაივენის მარკეტზეც შეუძლია რომ box truck-ს იმუშაოს, მაგრამ ასევე დრაივენს შეუძლია რომ box truck-ის მარკეტზე იმუშაოს, ნიშნავს, რომ ერთმანეთის კონკურენტები არიან რაღაც მხრივ და ცოტა ფასებს მოუკლეს ამ ბოლო დროს, ვინაიდან მიხვდნენ, რომ box truck-ის ტვირთი, რომელიც რაღაცა მაგალითად $1000-ში გადადიოდა, ბროკერებს, რომ უფრო მეტი ფული მოტეხონ ესე რომ ვთქვათ, შეუძლიათ, რომ დრაივენისთვის დადონ $500, იმიტომ რომ ცოტაა და პატარა ადგილს იკავებს პატარა წონით და თუ მაგალითად რაღაცა ტვირთი მიქონდა $3000 დრაივენს და დარჩა ადგილი და წონა რომ წაიღოს დამატებითი ტვირთი, შემოვა დისპეჩერი აი ამ ბროკერის box truck-ის მარკეტზე, მოძებნის პატარა ტვირთს და თუ უნდა box truck-ის რომ $1000 გადაეხადათ მაგ ტვირთზე, დრაივენი $500 და ძალიან მარტივად წაიღებს მაგ ტვირთს და რაღაც დიზელის ფულს მაინც გააკეთებს. ამიტომ ხო, ეს არის box truck-ები, როგორც ხედავთ. და შემდეგი car hauler-ი, რომელიც ყველაზე ხშირად გვესმის ამ ბოლო პერიოდში. car hauler-ები არის ჯიპზე ან ტრაილერზე ჩაბმული მისაბმელი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული რაოდენობა მანქანების დატევა. car hauling-ი პირდაპირ ნიშნავს მანქანების გადაზიდვას. ანუ, ესე იგი, შესაძლებელია, რომ არსებობდეს ერთმანქანიანი ტრაილერი, შესაძლებელია, რომ გყავდეს ორმანქანიანი ტრაილერი, ჩაბმული ჯიპზე, როგორც ხედავთ, სამმანქანიანი, ოთხმანქანიანი, 7, 8, 9, ასე შემდეგ. ასევე არის დახურული ტრაილერები, რომელიც რატომღაც ახლა გამახსენდა, იგივე დრაივენს გავს, სადაც უბრალოდ მანქანები გადაიზიდება ხოლმე, რომელიც ცოტა ისეთია, ლაქშერი მანქანები გადაიზიდება, რომელსაც არ უნდათ, რომ რაღაც კენჭი და ნაკაწრი რამე კონდეს, რომელიც შეიძლება გზაში მოხვდეს და დახურულ ტრაილერებით უნდათ, რომ გადაიზიდონ, რა თქმა უნდა, მისი ფასი უფრო დიდი არის. ხოლო აი ამების სპეციფიკა ცოტა მოგვიანებით იქნება ჩვენს ვიდეოებში, თუმცა დღესდღეობით ეს იქნება, მე მგონი ხვდებით პრინციპს, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ როგორც ტვირთზე ვამბობდით, აქაც მანქანების მხრივ უნდა შეადგინოს დისპეჩერმა და მოიძიოს ისეთი გზები, აქ უკვე რუკის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია,
ინგლისურის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვამბობთ, რომ B1 საკმარისია, მაგრამ B1 ოღონდ მაღალი speaking tone-ით. ანუ, როდესაც ბროკერს ესაუბრები, ჯობს, რომ მჭერმეტყველი იყო უფრო მეტი სიტყვა იცოდე და შეგეძლოს, რომ ადამიანურ ენაზე დაარწმუნო ეს ადამიანები, რომ შენ მოგცენ აი ეს მანქანა გადასაზიდად იმ ფასში, რაშიც შენ გაწყობს, რომ გადაზიდო. ძირითადი მოცემულობა დისპეჩერის, როგორც ხვდებით, არის ის, რომ დაგეგმოს, შეადგინოს რუკები და დაახლოებით, როდესაც მაგალითად ეცოდინება, რომ ჩვენი ტრაკი მიდის ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში, უკვე იქიდან ლოს-ანჯელესში შევიდე, ანუ ლოუდბორდზე შევიდეს და ჩაწეროს უკვე ლოს-ანჯელესი და ლოს-ანჯელესიდან მონახოს ისეთი ტვირთი, რომელიც აწყობს, რომ მთელი კვირის განმავლობაში ისე გაანაწილოს, რომ ამან მაქსიმალური და საუკეთესო რაოდენობა თანხა დაუტოვოს, რომელსაც ვეძახით gross. კვირის gross-ი ნიშნავს თუ რა ფასის ტვირთები ავიღეთ. ანუ დავუშვათ, მე ავიღე 3 ტვირთი. ეს 3 ტვირთი იყო ნიუ-იორკიდან მაგალითად ოჰაიოდან წავედით მაგალითად ტეხასში და ტეხასიდან წავედით მერე კალიფორნიაში. ორშაბათიდან ორშაბათამდე, შაბათ-კვირა გამონაკლისი არის ხოლმე და ამიტომ ძღოლი გზაში უნდა იყოს აუცილებლად. ორშაბათიდან ორშაბათამდე 3 ტვირთი შესრულდა და 3-ვე ტვირთი მაგალითად პირველი ავიღე $1500, მეორეც ავიღე $1500 დავუშვათ და მესამე ავიღე $7000. ანუ გამომივიდა კვირის gross-ი $10,000. ეს $10,000 კარგად ჟღერს. ვაუ, კვირაში რა მაგარი $10,000 გამომუშავება. თუმცა დარჩით, უყურეთ ჩემს ვიდეოებს და მიხვდებით, რომ თლად ესე ლამაზად არ არის როგორც ჟღერს, იმიტომ რომ მთელი ხარჯების გასტუმრების შემდეგ შედარებით ნაკლები რჩება, როგორც owner operator-ს, ასევე dispatchers. ხოლო რა არის мотиваცია და მიზანი? არის ის, რომ მარკეტი ცოტა მოგვეხმაროს და ამ მარკეტის მოხმარებასთან ერთად ჩვენ შევეცადოთ, რომ შევქმნათ ისეთი ბიზნესი dispatcher-ზე, თავიდანვე აღვნიშნე. არის carrier-ის, ანუ owner operator-ის მარჯვენა ხელი. რაც ნიშნავს, რომ dispatchers შეუძლია ისეთი ინფორმაციების შეგროვება, ისეთი რჩევების გაცემა და ისეთი მარკეტის დაკვირვება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, რომ carrier კომპანია გაიზარდოს როგორც ტრაქების რაოდენობით, ასევე ფინანსური კუთხითაც. ეს მეტყველებს როგორც კომპანიაზე, ასევე პირდაპირ თქვენს საფულეზეც. აქედან გამომდინარე, დღეს დაგემშვიდობებით, dispatchers კიდევ უფრო მეტი როლი აქვს და ძალიან საინტერესო ფიგურა არის აი ამ დიდ ჯაჭვში, რომელსაც ნელ-ნელა პატარ-პატარა ვიდეოებით შევეცდები, რომ მაქსიმალურად ავამწუროთ, მოგაწოდოთ. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, წამახალისებთ, მიხარია ხოლმე, როდესაც ახალი ხალხი ინტერესდება ჩემი ნასაუბრებით. მადლობა დიდი, წარმატებულ დღეს გისურვებთ, წარმატებულ წელს გისურვებთ.